ჩვენება მიცა რუსეთის სასარგებლოდ. დაახლოებით ესეთი რაღაც მოხდა, რაც ყველაზე დასანანია. შემდეგ ჟურნალისტი დაანაშაულა. და მიიღო პასუხი New York Times-ის. ყველაზე გვაქვს ხო რაღაც ჩვენი საყვარელი ჟურნალები ასე ვთქვა და შეიძლება ვიღაცას რომელიმე სხვა ჟურნალი უფრო უყვარდეს, მაგრამ ერთი რასაც ამ კონკრეტულ გამოცემას ვერ დაუკარგავთ, არის რომ ისინი 1000-ჯერ ამოწმებენ ხოლმე ინფორმაციას, რომელსაც ბეჭდავენ, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ხარისხია ჟურნალისტური სტანდარტის, იქ ძალიან ბევრი წელი. სინამდვილეში ეს კაცი არის ნამდვილი ქართული ოცნების საკრებულოს თავმჯდომარე. აი ყველგან, სადაც საქართველოს ოცნება იქნება ხელისუფლებაში, ეს კაცი იქნება საკრებულოს თავმჯდომარე. შეიძლება ამ კაცს სხვა გარეგნობა მიეცეს, სხვა სახელი და გვარი მიეცეს, ტენდერებში სხვა საკითხის კომპანია მოიგონოს და ისე მიიღოს მონაწილეობა, სინამდვილეში არის ნამდვილი სიმბოლო ქართული ოცნების საკრებულოს თავმჯდომარის, იმიტომ რომ აი ამ კაცს ქართული ოცნების კრიტერიუმით რაც არაფერი დაეწუნება და ვერ უპოვის ვერანაირ შენიშვნას ვერც ერთი სხვა ქართული ოცნების წევრი, რომ რაღაცნაირად მას გადაახტეს. იმიტომ სინამდვილეში ძალიან იშვიათია ისეთი მაამებლური საზოგადოება, როგორც ქართული ოცნება არის, ხო? მთელი ეს ჩვენი რაღაც ბოლო ისტორიის 14 წელიწადი ვუყურებთ ჩვენ როგორ უხდენ ესენი კოლექტიურ მადლობებს ერთ კაცს და არ დაიღალნენ ამ საქმეში, ხო? როგორ ცდილობენ რომ ყველანაირად ეს კაცი ასიამოვნონ და აი ეს რიტორიკა არის ის რაც სიამოვნებს ამ კაცს. და თუ ჩვენ გვახსოვს ბიზნა ივანიშვილის გამოსვლა გორში, რომელსაც აი ალბედითი ბოდიშით დაგვამახსოვდა, ხო, ყველას რომელსაც შეეცხვებათ ჩვენ შვილებს, როცა ამას მოისმენენ, აი საშინელება იქნება მათთვისაც, კი ვისაც ეს დრო არ ახსოვს, ხო? სინამდვილეში ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ ეს სიტყვები სიამოვნებს ამ კაცს. მათ სუფრებზე, მათ დღესასწაულებზე ეს ისმის, რასაც ეს კაცი ლაპარაკობს. ამიტომ მისთვის ეს რაღაც განსაკუთრებული სიახლე, ნოუ-ჰაუ არ ყოფილა და თავის გამოჩენის სხვა ვარიანტი არ ქონდა უბრალოდ და ის თქვა, რაც მისი აზრით, აი, დოწაიკითხავს ბატონ ბიზნეს თუ მიუტანენ და ვინც ქართულ ოცნებაში მუშაობს, ყველა მიცის, რომ კვირაში რამდენჯერმე ბიზნა ივანიშვილთან მიდის დაიჯესტი ყველანაირი მედია სივრცის, ყველა მიცის, რომ ასეთი შემთხვევა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე აძლევს ინტერვიუს New York Times, იქნება უიშვიათესი, ხო? ამიტომ ამ კაცმა იცოდა, რომ ვაიმე, ჩემი უფროსი აუცილებლად ნახავს რა ვთქვი და მოდი ვთქვათ ის, რაც მას ყველაზე ძალიან გაახარებს. იმიტომ რომ ეს კაცი ასეთი კაცი ეს არ მოიტყუებოდა. მე მჯერამის. იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ ნახეთ, რომ რა თქვა გინტურის შესახებ, ხო მე მოვიძიე და კიდე უფრო შემზარავი სიტყვები თქვა, რომ არ შეიძლება რომ ვიღაცამ დალიოს და მე იქით ხარის გადავიდეს. ხო, ეს არის სრულიად სამარცხვინო. კი ბატონო. და მართლა ჩვენ შვილებს რომ ტანში გასცრავთ, ეგეთი სიტყვები არის, როცა ამას გაიხსენებენ და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტშიც გვესმოდეს, როგორი პასუხი სჭირდება ასეთ ღალატს. და როცა გახარიას პარტია, როცა ლელო მონაწილეობს არჩევნებში, რომელიც ეგრეთ წოდებული არჩევნებია, მხოლოდ რომელსაც ისინი ცელოდებიან, რომ გაყალბებული შედეგი ექნება, უნდა ვიცოდეთ, რომ მათ ისევე უნდა დადონ პირობა რაღაცნაირად, რომ ეს არჩევნები შედეგები არ დარჩება აღიარებული მას შემდეგ, რაც ბიზნა ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრდება ამ ქვეყანაში. აბა რას აპირებენ ისინი, რომ გორში შეუნარჩუნონ ამ კაცს კიდევ 4 წელი, მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარეობა, იმიტომ ბიზნა ივანიშვილის ხელისუფლება 4 წელი ვერ გაძლევს საქართველოში. და ამ თანამონაწილეობით ამ არჩევნებში რა გამოდის, რომ ეს შედეგები მერე ვიღაცამ უნდა აღიაროს ოპოზიციის მხრიდან, ეს ასე არ იქნება, ეს შედეგები გაუქმდება. რამდენი საკრებულოს წევრიც არ უნდა აიღონ გახარიამ და რამდენი საკრებულოს წევრობის უფლებაც არ უნდა მოიპოვოს. ლელომ ეს შედეგები გაუქმდება, რომ ესეთი ხალხი არ იყოს საკრებულოს თავმჯდომარეები კონკრეტულ რეგიონებსა და რაიონებში საქართველოში. მაგალითად გორში ნაწამებ დაბომბილ ქალაქში არ შეიძლება რომ ეს კაც კიდევ 4 წელი დავტოვოთ ხელისუფლებაში. ამას ჭირდება ამ დე ფაქტო სრულიად გაყალბებული პროცესის გაუქმება. და ამ გაყალბებულ პროცესში ვინც მონაწილეობს, იმას თუ გონია რომ ის შეუნარჩუნდება, არ შეუნარჩუნდება. და თვითონაც გაუჭირდებათ ამის თქმა, რომ ეს კაცი 4 წელი ხელისუფლებაში უნდა დარჩეს. წარმოიდგინეთ, შეიძლება საქართველოს ევროკავშირის წევრი იყოს იმ დროს, როდესაც ეს კაცი თურმე კიდე გორში საკრებულოს თავმჯდომარე უნდა იყოს. ყველა მიცის, რომ მას ერთი მხარდაჭერა და გულშემატკივარი არ ეყოლება. ხო, ასეთ სიტყვების შემდეგ ბიზნა ივანიშვილის გარდა, მაგრამ დღეს ის გულშემატკივარი ყავს, ვინც უზრუნველყოფს მის საკრებულოს თავმჯდომარეობას და რატო ვეხმარებით ამ საქმეში ვინმე ვინც ბიზნა ივანიშვილის წინააღმდეგ ვიბრძვით ეს მე არ მესმის და ეს სწორედ ეს არის ღალატი ამ პროცესის რომელშიც ვიმყოფები თუ აგერ უკვე ფაქტობრივად 1 წელიწადია ხო გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებში. იცით რა მინდა გკითხოთ, აი ძალიან ბევრი სვამს ხოლმე ამ შეკითხვას, რაც ფიქრობ რომ არის ლოგიკური, აი მე მესმის თქვენი სკეპტიციზმი ზოგადად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არაერთი არგუმენტი მომისმენია, არა მარტო ბოლო თვეების წლების განმავლობაში შემიძლია თამამადაც თქვა, მაგრამ აი მეორე მხრიდან უკაცრავად ბოდიშს გიხდით
ხალი არ მქონია. არის ასეთი სურათი, რომ აი ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ, რაღაცნაირად ფიქრობენ, რომ ბოიკოტი არის უმოქმედობა მათი შეფასებით და ჯობს არჩევნებში მონაწილეობა და არ ვიცი, შეიძლება ბოლომდე ვერ დავამარცხოთ, მაგრამ რაღაც მაინც წავართვათ, წავგლიჯოთ ამ სიტყვას იყენებენ ხშირად, მაგრამ აი თქვენ შემთხვევაში აი დაუშვათ 4-ში 8-ზე რომ გამოცხადდა ის შედეგი, ჩატარდა ის არჩევნები, როგორც ჩატარდა, გამოცხადდა ის შედეგიც, ივანიშვილმა დაწერა ის რაც დაწერა, ზოგს ამდენი დაუწერა. აი მე რა ხდება? აი თქვენი გეგმა რა არის ასე შემთხვევაში აი თქვენ როგორ აგრძელებთ? ერთი რაც მინდა გითხრათ არის, რომ მე სკეპტიციზმს ვერ დავარქმევდი იმას, რაც ჩვენ ეს არის პოლიტიკური პოზიცია უბრალოდ ჩვენი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ველით რომ ეს გაყალბდება ან რაღაცნაირად ეჭვ გაწუხებს ამის შესახებ, ჩვენ ვიცით რომ ამ ქვეყანაში არ ტარდება არჩევნები. შესაბამისად ჩვენ უარს ვამბობთ იმაზე, რომ ვუწოდოთ არარსებულს რაიმე არსებული სახელი, ხო? შევქმნათ იმიტაცია იმისი რაც არაერთხელ უკვე მოხდა საქართველოში, რომ ძალიან ბევრი წელი პარლამენტი იყო უბრალოდ რაღაცნაირი ნოტარიუსი, ხო, ბიძინა ივანიშვილის და რასაც გამოვიდო და მისი ოფისიდან ყველაფერს კანონად აქცევდა, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ მაინც რაღაცნაირად ამ დღის წესრიგში ვიყავთ და ვეძახდით ამ ადგილს პარლამენტს და ასე შემდეგ, ხო? სინამდვილეში ჩვენ არ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, ჩვენ ვართ არ თანამშრომლობის რეჟიმში. მაგალითად, ჩვენ რო ბოიკოტის რეჟიმში ვიყოთ, ბოიკოტი საერთოდ სხვა რაღაც არის და მაგალითად შეიძლება დაგვკვირვებლები ყოლოდა, ან მაგალითად CSKO-ში წარმომადგენელი ყოლოდა და მაგალითისათვის ლელოს და გახარეს წარმომადგენლები დღეს იჯდნენ კალანდარიშვილთან, სიამტკბილობდნენ და იქ რაღაც თითლებაზობაც მიდიოდა იმ მაგიდაზე, რაც ვნახე მე და ძალიან შემწყვა, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ არ თანამშრომლობის რეჟიმში. და არ თანამშრომლობის რეჟიმა რა რო იჯდნენ ეს რატოა პრობლემა თუ იღებენ არ ყველაფერი პრობლემა მონაწილეობას. ყველაფერი პრობლემა. მე სამას ვამბობ. რომ ეს არ იქნება უბრალოდ ისე დანახული, რომ თითქოს რაღაც ერთ ფულცელზე უბრალოდ გვერდი დაიწერება ქართული ოცნება ლელო გახარიან რომელიმე სხვა პარტია, ხო? ეს იქნება უშუალო თანამონაწილეობა. მათ შორის თანამონაწილეობა CSKO-s ოფისში, რომელიც არის კრიმინალის განყოფილება ზოგადად, კრიმინალური თავშეყრის ადგილი და ყველა იქ ვინც ფაქტობრივად დღეს არის ჩართული ამ საქმეში აგებს პასუხს რაღაც მომენტს საქართველოს წინაშე და ამ ხალხს იარაღი დაუკანონა ქართულმა ოცნებამ რაღაცნაირად ხალხისგან თავი დაიცვანა, წარმოიდგინეთ ესეთი რაღაც მოხდა, ხო, წლებს. და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არ თანამშრომლობა არის კონკრეტული სტრატეგია. ამ კონკრეტული სტრატეგიით შეცვლილად ხელისუფლებები ძალიან ბევრ ქვეყანაში. მათ შორის აღმოსავლურ ბლოკში მე 80-იანი წლების ბოლოს, ხო? აქედან გამომდინარე, ის არ თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ ავიჩეთ, ის გულისხმობს არჩევნებში არ მონაწილეობას, ის გულისხმობს CSKO-s აი ამ რაღაც ფარს შეხვედრებში არ მონაწილეობას, ის გულისხმობს არაღიარებას საქართველოს ეგრეთ წოდებული პარლამენტის, რომელშიც ჩვენ არ შევედით, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სწორი საქციელი იყო, რამაც დაუდო საბაბი არაღიარებას ქართული ოცნების ხელისუფლებისა ევროპასა და ამერიკაში, რაც უნიშნულოვანესი მონაპოვარი აქვს საქართველოს მოსახლეობის, რომელიც იბრძვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ეს გზა იყო საკმაოდ სწორი. აი ახლა თქვენ მკითხეთ იმ კონკრეტულ თარიღს. მესმის, მაგრამ იცით რა ვერ გავიგე, ანუ არ თანამშრომლობა, აი თქვენ აი ესე მყარად რო დარჩები, არ თანამშრომლობთ. აი ესე არ თანამშრომლობთ, არც ერთ პროცესში, სადაც ქართული ოცნება არის, იქ არ ვართ, CSKO-შიც არ ვჯდებით ბატონო კალანდარიშვილის გვერდით და რა, ივანიშვილი რაღაც იღლება, ეს მობეზდება ეს. არა, ეს არ თანამშრომლობა ხო ერთი მხარეა. ჩაგაბა დათმობს ძალაუფლებას და ნუ გამოვიყვანთ ისე, აი ჩემ თხოვნა იქნება, რომ ნუ გამოვიყვანთ ისე თითქოს ბიძინა ივანიშვილს რაღაც მობეზრება ან მისი წყობიდან გამოყვანა ადამიანურად არის ჩვენი მიზანი, ხო? ჩვენ ეს არ გვაინტერესებს და დამარცხება ხო არის მისი მიზანი. ხო, და ჩვენ დამარცხება ხდება ორი კონკრეტული რაღაც. თანამშრომლებით და რაღაცნაირად არ შეიმჩნევთ მის არსებობას, ამით დამარცხება. ეს არ არის, რომ არ შევისო, ჩვენ არის ხელს შევუშლით. და ეს ხელისშეშლა გულისხმობს როგორც არ თანამშრომლობას, ისე გულისხმობს პროტესტს. იმიტომ ჩვენ გვაქვს პროტესტის ღია კერა, მაგალითად რუსთაველის გამზირდა და ასევე გვაქვს პროტესტის სხვადასხვა სახეები და დღეს კიდევ ერთი ძალიან დიდი აქცია დაანონსდა, რომელსაც შეიძლება საერთოდ სხვა სახით ჰქონდეს, ხო? აქედან გამომდინარე, ორი ეს იარაღი ერთად არ თანამშრომლობა და ბრძოლა პროტესტის სახით. მხოლოდ ეს გამოიღებს შედეგებს, ხო? მაგალითად ჩვენ გვაქვს ამის უამრავი მაგალითი. შეგვიძლია გავიხსენოთ აღმოსავლური ბლოკის რღვევა 80-იანი წლების ბოლოს, შეგვიძლია გავიხსენოთ არაბული გაზაფხულის ეპიზოდები, როცა იგივენაირად მოხერხდა რყევა ხელისუფლების მაშინდელი ავტორიტარების ამ ტერიტორიაზე და მათ მოუწიათ დათმობა. რატო? იმიტომ რომ ესაც არ თანამშრომლობ ხელისუფლებასთან, თან ის არის აქტიური პროტესტის საგანი,
მაშინ ხელისუფლებაში ხდება რა, ის არის არაღიარებული მთელ სოფლიოში. ამას მოყვება სანქციები, რომლის გაძლებას საქართველოს ეკონომიკის ქვეყანას ძალიან გაუჭირდება, იმიტომ რომ ამ ეკონომიკის ბულჯებს დაპატრონებულია დღეს ქართული ოცნება ან მისი კლანი, ხო? ამას მოყვება ურთიერთდაპირისპირება, რაც სახეზეა. უკვე რო ნიშნავენ თანამდებობაზე ქართული ოცნების წარმომადგენლები ადამიანს მაგალითისათვის ოხანაშვილს, ხო? ოხანაშვილმა შეიძლება თვითონ აღარ იცოდეს ამ თანამდებობაზე 2 თვე გაძლებს, 3 თვე გაძლებს თუ ის 4 წელიწადი, რომელიც თვითონ ქაღალდზე არსებობს ერთ ხელისუფლებიდან მეორემდე, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ უკვე რამდენიმე შემთხვევა ყველაზე დიდი სუსის უფროსის, რომელიც დანიშნეს და მე 36 კამერა მარტო სახლის წინ დააყენა, ხო? მე ვიდეო ნახე სადაც სწორად გამიგეთ, თქვენ ეხლა რაღაც ისტორიულ მაგალითებს მიყვებით და მეუბნებით რომ რაღაცა გუშინდელ შემთხვევას გეუბნებით, როცა მოხსნეს სუსის უფროსი. გავიგეს, სხვა რაღაც ვიგულისხმოთ, რომ ხანაშვილის შემთხვევა რო გუშინდელია, ეს ვიცი, დარწმუნებული ვარ ძალიან სწორად რა კონტექსტით ვიგულისხმობ ამ შეკითხვაში, ანუ რომ რადგან გამოცდილება და ისტორიული მაგალითები ამას გვაჩვენებს, რაღაც გარდაუვალ პროცესად გეჩვენებათ, რომ აი ეს არ თანამშრომლობა დღეს იქნება, ხვალ იქნება თუ 1 წლის შემდეგ იქნება ივანიშვილს დაამარცხებს, ანუ ასე მე დარწმუნებული ვარ ეს, მე არ მინდა ვთქვა რომ ეს 1 წლის შემდეგ იქნება, ამჯერა, მე მჯერა რომ ეს იქნება ძალიან მალე, რომ ბიზნეს ივანიშვილს მოუწევს დათმობაზე წასვლა და ჩვენ სწორედ მაშინ უნდა ჩავერთოთ პოლიტიკურ პროცესში მასთან, როდესაც მას დათმობაზე წასვლა მოუწევს და ეს დათმობაზე წასვლა იქნება ძალიან მარტივი სახის ის იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნების შეთავაზება, რომელსაც დარწმუნებული ვარ ძალიან მალე მოვისმენთ, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ათ შიგნით აქვს უკვე იმის რესურსი, რომ ერთი ადამიანი მეორე თანამდებობაზე გადაიყვანოს, იმიტომ რომ აი მამუკა მდინარაძის გვარი მაგალითად მე გავიგე რამდენჯერმე, როცა შსს მინისტრის თანამდებობა გათავისუფლდა, ეხლა როცა სუსის უფროსის თანამდებობა გათავისუფლდა, რამდენი მამუკა მდინარაძე დარჩა, ხო ქართულ ოცნებას ძალიან ცოტა. ის ხალხიც კი, აი ხარებასნაირი ხალხიც კი იძულებული გახდნენ რომ მოეცილებინათ, ხო და თავისივე კრიმინალები, რომლებიც თქვენ ჟურნალისტებს უსწორდებოდნენ, ჩვენ ოფისებს ამტვრევდნენ და ასე შემდეგ, რამდენიმე თვის წინ დღეს ისინიც კი მოუწიათო ციხეში ჩაესვათ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბრძოლა შედეგის მომტანია და ეს შედეგი იქნება ყველაზე ნათლად გამოხატული ასევე მეგობარ აქტში. და ეს მეგობარი აქტი ნიშანია იმისა, რომ ბიზნა ივანიშვილი ვერ მოახერხებს და მამშვენივრად იცის, რომ გატეხოს ამერიკული სურვილები, გატეხოს ამერიკული წინააღმდეგობა ან ევროპული. მას შეუძლია ჩვენ გავტეხოს და ამიტომ ცდილობს ამას და ამიტომ გატეხა გახარეს პარტია და ლელუსი.